2 თებერვალი ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია მიანიჭა. ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე დებატების დროს პარლამენტარებმა საქართველოს მხრიდან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს, რაც წინაპირობა იყო იმისა, რომ ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლისთვის მიეღწია. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარი 553 დეპუტატმა დაუჭირა. 66 პარლამენტარი იყო წინააღმდეგი და 28 დეპუტატმა თავი შეიკავა. ქართველო მეგობრებო, დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დამატებითი იმპულსი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს უკვე 1 წელია აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მათ პროევროპული სულისკვეთება გააჩნიათ. ამ ქვეყანაში არჩევნებზე მუშაობდი. მე იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე შევა ეს დოკუმენტი ძალაში და თან იმ დროს, როცა ტრამპი და პუტინი საპირისპირო მიმართულებით მუშაობენ. საქართველოს ვულოცავ მიღწევებს. ევროკავშირის დროშები მეც მინახავს საქართველოში. ამ ქვეყნის მოქალაქეები მტკიცედ დგანან ევროპის გზაზე და ჩვენს ერთად უნდა დავდგეთ და მხარი დაუჭიროთ უვიზო მიმოსვლას. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს. დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე იქნება იმის დასტური, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ძალიან დიდი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მე მინდა მათაც ასევე მიულოცო ეს უდიდესი წარმატება. უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი, რომელთაც შეძლებს თითეული საქართველოს მოქალაქე რომ ისარგებლოს და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად რა არის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ძალიან ბევრ სხვა თანამდებ სარგებელსაც და ვფიქრობ აუცილებლად იქნება ძალიან მიმზიდველი და საინტერესო წინადადება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, ვიზა ლიბერალიზაციისადმი მკაფიო მხარდაჭერა ამ გზაზე ქვეყნის მიღწევებისა და წარმატებების დადასტურებაა. მისი განცხადებით პროცესი ამით არ სრულდება და დარჩენილია რამდენიმე ტექნიკური დეტალი, რაც სავარაუდოდ მარტის ბოლოსთვის დამთავრდება. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა და ქვეყანა გამختارიყო სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ვიზა ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის.